შოვლის მიზინებას, მარიამობას. მე მინდა მადლობა გადაუხადო მამა მელქისედეკს, რომელთან ერთადაც მომეცა პატივი მსახურების ამ წმინდა ადგილას. რთული აქ წარმოთქვა სიტყვები ამ ტაძარში გამომდინარე მისი უახლესი ისტორიიდან, გამომდინარე იმ ტრადიციიდან, რომელიც ამ ადგილებში აქ რამდენიმე ათწლეულების წინ და საუკუნის წინ ჩაეყარა საფუძველი. თუმცა ჩვენ ვალდებულება გვაქვს სასულიერო პირებს, რომ ყოველი სამთო ლიტურგიისას ასევე წარმოვთქვათ ქადაგება. ქადაგება ეს არის მნიშვნელოვანი რამ, როგორც წმინდა ნაწილი, რომელსაც წეგან დავინახეთ, დაბლა-დავარდა, ხო ის ავიღეთ, მოუვალეთ მას. ასევე ყოველი სიტყვა, რომელიც მოდის ეკლესიიდან, რომელიც მოდის წმინდა ტრაპეზიდან, რომელიც იქადაგება ტაძარში, უნდა იქნას ზუსტად ისე ყურადღება მიქცეული, როგორც ჩვენ ზიარებას ვეუბნებთ, რადგან სწორედაც რომ ღვთის სიტყვა არის ასევე ქრისტე, ხო ქრისტე არის ლოგოსის სიტყვა, რომელიც ჩვენთან მოვიდა. ამიტომ ქადაგება მნიშვნელოვანი არის არა მხოლოდ სიტყვით, არამედ ასევე საქმით. მე მსურს რამდენიმე სიტყვით შევეხო დღევანდელ სახარებას. ჩვენთვის ყველასთვის ცნობილია ლუკა მახარებლის ეს ადგილი, სადაც მართა და მარიამი, რომლებიც განსაკუთრებული მეგობრები არიან თავიანთ ძმა ლაზარესთან ერთად ჩვენი უფლის, ღებულობენ სტუმრად უფალ იესო ქრისტეს. აქ საინტერესო არის რამდენიმე მომენტი. ჩვენ დავინახეთ, რომ მარიამი იქვე მასხოვართან ახლოს არის და ყველა მის სიტყვას ისმენს, როგორც აი თქვენ ახლა ისმენთ ქადაგებას. ამავდროულად მართა, რომელიც არის მისი და, ზრუნავს იმისათვის, რომ ამ საუბრის, ამ შეხვედრის პარალელურად, ხო როცა მორჩება ეს საუბარი, ასკად უფალმა შემდეგ მიიღოს ტრაპეზი. ანუ ადამიანურ მხარეზე აკეთებს მართა აქცენტს და ყურადღებას და უფალი მას მოუწოდებს, რომ ეს ცუდი კი არ არის, ასე შენ აკეთებ მართა, მაგრამ აქ უფრო მნიშვნელოვანზე არის საუბარი, უფრო სხვა ყურზე, სხვა საზრდოზეა საუბარი, რაც მე და მარიამ შორის ამ დიალოგში ხდება და მოდი უკეთესია ამას შემოვერთო. ანუ ის არ საყვედურობს მას. თუმცა ეკლესია დღეს გვაჩვენებს ორ მნიშვნელოვან ასპექტს აი ამ მოთხრობიდან, ამ თხრობიდან. ის რომ ასე ვთქვათ, მართა განასახიერებს ეკლესიის აქტიურ, სოციალურ, მოწყალებით მხარეს. ხო, ეკლესია არის არა მხოლოდ წირვა და ლოცვა, არამედ ასევე არის ადამიანების მხარდაჭერა, გაჭირვებულთა შეწევნა, ასე ვთქვათ, პატიმართა მონახულება და ასე შემდეგ. ეს არის ადამიანური მხარე. ანუ მართაში ჩვენ ვხედავთ ამ აქტიურობას. მარიამში ვხედავთ მეორე აქტიურობას, რომელიც უფრო სულიერია, უფრო ასე ვთქვათ, ლოცვითია, უფრო საღვთისმეტყველოა, უფრო ღმერთის სიტყვის პირდაპირ მოსმენის მცდელობაა. ეს ორი მხარია, ასე ვთქვათ, რომელზეც ეკლესია დგას. სულიერი და სოციალური, საზოგადოებრივი, ასე ვთქვათ. და ეს ცალ-ცალკე არის ამ ორ ადამიანში. და რატომ დააწესა ეკლესიამ დღევანდელ დღეს მარიამობას ეს საკითხავი? რა უნდა ამით ეკლესიას გითხრა ჩვენ? ერთადერთი რამ, რომ ყოვლადწმინდა ღვთისმშობელში იყო არა მხოლოდ ეს ადამიანური, მოწყალებითი და სოციალური მხარე, არამედ ასევე საღვთო და სულიერი. ანუ ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი თავის თავში აერთიანებს მართას და მარიამს. აი ეს არის საინტერესო, რის გამოც ეკლესიამ განსაზღვრა დღევანდელ დღეს მარიამობას ამ საკითხავის წაკითხვა. და ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი, ასე ვთქვათ, შემდეგ სახი არის ეკლესია, ასე ვთქვათ, ეს ასევე და ეკლესიაც სხვა არაფერია, თუ არა ორივე მხარისგან, ორივე საფუძვლისგან შემდგარი ერთობა, როგორც ვერტიკალური, ანუ ლოცვითი, მსახურებითი, ღვთისმსახურებითი, ასევე ჰორიზონტალური, ანუ სოციალური და მოწყალებითი და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ჩვენ რა შეგვიძლია დღეს ვისწავლოთ და წავიდოთ ამ დღის მსახურებისგან. ის რომ ჩვენშიც შევეცადოთ იყოს არა მხოლოდ ლოცვა, არა მხოლოდ მსახურებაზე დასწრება, რაც თავისთავად ზეფას და მნიშვნელოვანია, არამედ აქ მიღებული შთაგონება, ეს სულიერი შთაგონება ვაქციოთ რეალობად, ვაქციოთ ჩვენს პრაქტიკაში ყოველდღიურობად. ეს სურს ეკლესიას გაგვეტანოს დღეს ჩვენ. რომ ვეზიარებთ, რომ მივდივართ აქედან, როცა მდელი ამბობს, მშვიდობით წარვიდეთ, ნიშნავს, რომ წავიღოთ ის, რაც აქ მივიღეთ. ეს მშვიდობა შევიტანოთ სოფლისოფელში, რომელიც დგას ბოროტებაზე, რომელიც დგას ბრძოლაზე, ომზე, დაურკვევლობაზე, დაძაბულობაზე. ეკლესია კი ამ ასე სიბნელეში ცდელობას იჩენს, რომ მშვიდობა შეიტანოს და მშვიდობას არაფერია თუ არა სინათლე და თუ არა ჭეშმარიტება. ამ ჭეშმარიტების სინათლით იყო ჩვენი გულები განათლებული. გილოცავთ დღევანდელ დღეს, მრავალს დაესწარით და იყავით კიცეთ
წვენაში. ჩვენ როცა სასულიერო პირები ხედავთ თქვენ, ეს არის ჩვენი ძალიან დიდი სიმდიდრე და სიმტკიცე და ენთუზიაზმი, რადგან სწორედ თქვენი რწმენა განსაზღვრავს ეკლესიის ხარისხს. ეკლესიის ხარისხი დგება სწორედ თქვენს ამ მონდომებაში, ამ მოტივაციაში, ამ სიძლიერეში, რომელსაც ჩვენ წვენას ვეძახთ. წვენა არის ძალა, რომელიც ამოძრავებს ყველაფერ იმას, რაც არის სიკეთე, რაც არის ჭეშმარიტება. ამის პრაქტიკაში გამოცხადება არის წვენა. არ არსებობს მშრალი წვენა, არ არსებობს თეორიული წვენა. წვენა არის მოქმედება, წვენა არის ურთიერთობა, წვენა არის შეხვედრა და წვენა არის ფერისცვალება. მე მოკლედ გეტყვით დღეს ვინ ვარ და რატომ ვიმყოფები თქვენთან ერთად. მაქვს მოსაკუთრება ბუნებრივია დღეს თანამსახურების მამამეთისედებთან. თქვენ სამრევლოში გაზრდილი არის აქ შოთა ბუდულა, რომელიც არის ამჟამად ავსტრიაში, ქალაქ ბადენში, ვენასთან ახლოს სამაგისტრო პროგრამაზე სწავლობს ღვთისმეტყველებას და ჰქონდა პატივი